დღევანდელი ეთერით, ვინაიდან ჩემ მეგობარს ველოდები დღეს, რომ ორივემ განვიხილოთ ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესები, ეს საკითხები შეეხება აქტუალურ თემებს, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ქვეყანაში ნარკოტიკის მოძრაობა, წინასაარჩევნო ვითარება, გლობალური ტერორი მოსახლეობის წინააღმდეგ და უამრავი ასეთი ფაქტები, რაც საბოლოო ჯამში მიყავს ქვეყანა ასეთ ეკონომიკურ უბედურებამდე, მოსახლეობის უმრავლესობა იმყოფება სოციალურად დაუცველი. ამავდროულად შემიძლია გითხრათ, რომ 2.800.000 კაცი ქვეყნიდან არის დევნილი, უმრავლესობა სოციალური მოტივებით, გარკვეული ნაწილი პოლიტიკური მოტივებით. ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ტრიბუნა, რომელიც საზოგადოების ინტერესს აიღებდა. ტელევიზიები არის პოლიტიკური ტრიბუნები და ისინი არ ემსახურებიან საზოგადოების ინტერესებს. პრესა საერთოდ არ არსებობს. ქვეყანაში ჭარბობს უცხო ენის გაძლიერების ტენდენცია, რითიც საერთოდ ჩანაცვლებულია ქართული ენის სახელმწიფოებრივი პლატფორმა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ქართული ენა მხოლოდ ფორმალურად არის სახელმწიფო ენა. ერი მიდის თვითლიკვიდაციისკენ, ეს არის თვითგანადგურების კლასიკური მაგალითი, ისე როგორც უკაცრავად მე დაუშვი ახლა აქ ჩემი მეგობარი ირაკლი მილაძე. ირაკლი, გესმის ჩემი მეგობარო? კი, მესმის. სალამი, მე მქონდა სურვილი, რომ შენ ჩართულიყავი ჩემთან ეთერში, შემოკარგო, ამიტომ როგორც იქნა ბოლოს და ბოლოს გავედით ამ დღევანდელი პროგრამული ლაივით და მე მინდა, რომ წინა პატარა რეზიუმე გამეკეთებია, რაზე ვილაპარაკებთ ჩვენ, რომ ეს არის ნარკოტიკები ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების პოლიტიკურ-ეკონომიკური დევნა ქვეყნიდან, ქვეყანაში ტირანიის დამკვიდრება, სოციალური პროგრამების მოსპობა და გაძლიერება ოლიგარქიის. როგორ გესმის ჩემი ირაკლი? კი, კარგად ისმის. მოკლედ, ეხლა შენ საქართველოში ხარ, მე ვიცი ამ პროპაგანდონების მთავარი მოტივი, რომ ბევრი დაიწყებს იმის ლაპარაკს, აუ შენ ქვეყანაში არ იმყოფები და არ იცი რა ხდება, არა ვაი რო ვიცი რა ხდება. და ნეტავი რომ არ ვიცოდე რა ხდება, გაცილებით იოლი იქნებოდა ჩემთვის აკყოფა, მაგრამ მე სამწუხაროდ მაქაური რეალობაც ვიცი და უცხოეთში ემიგრაციაში როგორ არის ქართველი კაცი, ის უმრავლესობა, უпростоრად 90% ისიც ვიცი. ამიტომ გამომდინარე აქედან თავს უფლებას ვაძლევ, რომ დღეს ამ თემებზე ვილაპარაკო საჯაროდ. აი შენთვის ეხლა რაც მაგ ცხოვრობ, შენთვის აქტუალური თემა პირველ რიგში რა არის ამ ჩამოთვლილი დავთარიდან, ამ სიიდან, რაზე გააკეთებდი შენ პრობლემას, რომელიც დღეს ქართველებს საკუთარ ტერიტორიაზე არსებობისა და ცხოვრების უფლებას უსპობს. ჩამონათვალი არ ვიცი მე ხარ რომ შემოვედი, არ ვყურები და რო გაიმეორო. პირველი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დევნა ქართველი ერის მისი ტერიტორიული ისტორიული მიწიდან. მეორე ტირანიის გაძლიერება და ოლიგარქიის ზეიმი. მესამე ეს რაცა ოკუპაცია და პოლიტიკური გადახრები დღევანდელი ქართული ოცნების, ნარკოტიკი და ნარკოტიკის გაძლიერება და მისი პოლიტიკური დანიშნულება და ასე შემდეგ. ეხლა რა ვიცი, მაკა ხარ ჩემზე გულკარგად შენიცი ეს ყველაფერი. შენ რას გაუკეთებდი არანჟირებას, აი პირველი ნაბიჯი რაც არის ამ ჩამონათვალიდან, რაც ქვეყანას ანგრევს? პირველ რიგში შენს აუდიტორიას მივესალმები, ძალიან ბევრი ადამიანი ყავს, ესე რომ ვთქვათ, მაყურებელი, მიმდევარი და YouTube-ისთვის ძალიან მაგარი მაჩვენებელია. მადლობა. კომენტარებში მოგესალმნენ და მივესალმები აქედანვეც. ყველა ადამიანი პრობლემებს უყურებს სხვადასხვანაირად. ზოგს გონია, რომ ეს არის უმუშევრობის ბრალი, ზოგს ოკუპაციის, ზოგი მაგალითად ნეპოტიზმს, კორუფციას და 1000 რაღაცას ამბობს. მაგრამ მე ჩემებული შეხედულება მაქვს, ეს ნებისმიერ შეუძლია გაიაზროს, ან დამეთანხმოს, ან არ დამეთანხმოს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი უბედურება ეს არის გაუნათლებლობა, ტოტალური უცოდინრობა და სირეგვენე და ყოველთვის ვამბობ, რომ
აი დღეს მაგალითად შევხედოთ ქვეყანაში თუნდაც კერძო ორგანიზაციებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს ერთი სფერო არა გვაქვს გამართული, რომელზეც ვიტყვით, რომ აი ამას შეიძლება მიბაძოს სხვა დანარჩენმა ორგანიზაციებმა და ინსტიტუტებმა. მით უმეტეს ეს ყველაზე მეტად ითქმის სახელმწიფო ორგანიზაციებზე, რომლებიც თავიდან ბოლომდე კონტროლდებიან და იმართებიან ზემოდან. და ზემოთ ვინ არიან ივანიშვილი და მისი ეგრეთ წოდებული კლანი. არ არსებობს არც ერთი სამინისტრო, სადაც განათლებული კაცი ზის. აი მაგალითად ავიღოთ ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არის ვიღაც X პიროვნება, ივანიშვილის ბანკის რაღაცა პლასტიკური ბარათების ყოფილი უფროსი. ანუ ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ტიპი წაიყვანეს და დასვეს იქ, სადაც არის. ჩვენ თუ გონია რომ საბანკო სისტემა სიტყვაზე ჯოხთაბერიძეზე, ამ იმაზე მამუკა ხაზარაძეზე და სხვა ბანკირებზე არის დამოკიდებული და ისინი განსაზღვრავენ პროცენტების რაოდენობას, ძალიან შემცდარან, იმიტომ რომ საბანკო პროცენტები განისაზღვრება ეროვნული ბანკიდან. ეროვნული ბანკი ადგენს მინიმალურ ზღვარს, რამდენში უნდა გასცეს ამ ბანკმა პროცენტი. ეგ ერთი. მეორე ავიღოთ კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ეხლა ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, ამის არც თეორიული შანსი არსებობს, რომ თია წულუკიანი კომპეტენციის მხრივ ერკვეოდეს სპორტში ან კულტურაში. ჰოკეისტი იყო, მოჭიდავე იყო, რაგბისტი იყო, თუ ვინ იყო, კარატისტი იყო, ეს ხალი რომ კულტურაში მოიყვანეს, ან სპორტში რომ მოიყვანეს. რაიმეს წარმოადგენდა, ოპერის მომღერალია, რა ვიცი, მოცეკვავია, თუ ანუ დარგი სპეციალისტი არ არის, ხვდები? ადამიანი მოიყვანეს იმიტომ, როგორც წინა ხელისუფლების პირობებში იყო, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ დევნა ანალოგიურად. ეს არის ჩვეულებრივი ლავრენტი ბერია. სერგო ორჯონიკიძე, რომელმაც რეპრესიები უნდა გაატაროს, წინა მინისტრი ვერაფერს ვერ აკეთებდა და რკინის ლედად თუ რა ვიცი მინისტრად შერაცხული თეა წულუკიანი, რომელმაც ყველაფერს გაუძლო. ივანიშვილი მესამედ მობრუნდა და წულუკიანი ისევ მინისტრია წარმოიდგინე. მით უმეტეს ჯერ იყო იუსტიციის მინისტრი, ეხლა არის კულტურისა და სპორტის მინისტრი. ანუ სადაც დასჭირდება დესპოტიზმი, ანგარისწორება პოლიტიკური ნიშნით იქ მიხავთ. მათთვის არაფერს არ ნიშნავს ცოდნა და განათლება. ამის დემონსტრირება იყო ჯერ კიდევ კალაძის ენერგეტიკის მინისტრობა. კაცმა არ იცის უნივერსიტეტი, წინიდან იღება, უკნიდან იღება, გვერდიდან იღება, თუ როგორი საიდან უნდა შევიდეს ადამიანი, არ უსწავლია, მაგრამ დიპლომი აქვს. გპ-ში უსწავლია თურმე მილანში რომ ბურთს აგორავდა და საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობდა და თან ჩვენ კარებშიც გოლი გახონდა, მაშინ თურმე კალაძეს უსწავლია. ბოდიშ გიხდი ირაკლი, არა, ვინმე რო არის ის რომ მე მიკერძოვებული ვარ და ამას შეიძლება ერთი წუთი, მხოლოდ ერთი წუთი ჩავერთო შენს დიალოგს. დიპლომს კიდე ჯანდაბა რა. როგორ შეიძლება ასე ვთქვა, როცა სახელმწიფოზე მიდის ლაპარაკი, მაგრამ კალაძეს აქვს ისეთი სამხედრო მედალი მიღებული, როგორიც არის ვახტანგ გორგასლის სამხედრო მედალი მეორე ხარისხის. ფაქტიურად ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა იყოს გმირი. ასეთ ჯილდოებს გადასცემენ მხოლოდ დაღუპულ ადამიანებს, ან ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს სამხედრო საქმის განვითარებაში აქვს ძალიან სერიოზული წვლილი შეტანილი, უმრავლეს შემთხვევაში ესეთი ადამიანი აუცილებელია იყოს სამხედრო და მას კონდეს მონაწილეობა მიღებული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ომებში. ეს ჯილდო მას გადასცა სააკაშვილმა. როგორც მოგეხსენება, როგორც გპ-ში არ უვლია და არ უსწავლია და ისე მიიღო დიპლომი, ისე ჯარისკაცი არ ყოფილა, არ უბრძოლია ამ ქვეყნის გულისთვის და პლუს ამას, რა თქმა უნდა, შენ კარგად იცი, რომ არანაირი ფორმა მას არც მია და არც ერთ სამხედრო ნაწილში არ რიცხვაზე ეს ადამიანი ნამყოფი არაა და მისი გაკეთებული სამხედრო საქმისთვის მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის ხელისუფლებაში არ იყო, ასეთი ფაქტი არ არსებობს. მე ეს რატო ვთქვი, იცი? სახელმწიფო ჯილდოების, ინსტიტუციების, ასიგნალიზაციების და ძალაუფლების არასწორად გამოყენება მნიშვნელობა არ აქვს ამას, რომელი მთავრობის მიერ იქნება განხორციელებული და ვის მიმართ. ეს ნიშნავს ჩვეულებრივ სახელმწიფო საძირკველში დინამიტის ჩადებას.
გააგრძელე შენი საუბარი, სადაც საყვარლები ინიშნებოდნენ მინისტრებად, ეგ გასაკვირი არც იყო. რახან კალაძეზე შევჩერდით, კახა კალაძე არის ის პერსონა, ის პიროვნება, შეიძლება ადამიანს არ მოგწონდეს პოლიტიკოსი, მისი პოლიტიკური შეხედულებების, მსოფლმხედველობის გამო, იდეოლოგიის გამო და სიტყვაზე იმიტომ, რომ ან მიშას გვერდშია, ან ბიძინას გვერდშია, მაგრამ კახა კალაძე არავის არ უნდა მოსწონდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის უპრინციპო ადამიანი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ გირგვლიანი ახალი მოკლული და ნაწამები ყავდათ და დედამისი ამ ყველაფერს შეეწირა და ყველამ კარგად ვიცით რა როგორ იყო. აღარ ჩამოვთვლი ახლა სხვა ადამიანების წამებას და მოკლას, რომელიც სისტემური ხასიათის იყო და ეს არ იყო ის, რომ აი მოხდა ისე, რომ სიტყვაზე პოლიციას შემთხვევით მოუვიდა ეს. არც ის ჯებოდნენ ის პოლიციელები და ის ზონდერები, რომლებიც ამას პოლიტიკური ნიშნით აკეთებდნენ და ზუსტად მაგან შეიწირა ის სისტემა და ახლა კალაძეს რაც შეეხება, აი ამ ამბების შემდეგ მე კარგად მახსოვს და YouTube-ზეც მოიძებნება ეგ ვიდეო და TikTok-ზეც ხშირად მხდება ხოლმე. კახა კალაძე ინგა გრიგოლიას გადაცემაში იჯდა მიხეილ სააკაშვილთან ერთად და ამ ამბების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დღის წესრიგის გამპრავებელი იყო. და ასე ბოდიშგიხდი რა, მე ცოტა ბრუტალური ვიქნები, ჩვეულებრივ ვაზელინია რა. ჩვეულებრივ ვაზელინია. შეგეწინააღმდეგე გარი. მანდამდე მიმყავს საქმე რა. კაცი, რომელიც მიშას ტრიაპკა იყო, მიშას რუპორი იყო და იმ ამბების მერე რაც ხდებოდა ქვეყანაში და რის გამოც რეალურად ქართველმა ხალხმა მოისურვა სისტემის შეცვლა და ხელისუფლების შეცვლა. კალაძე იყო მაგის მხარდამჭერი და გამპრავებელი. დღეს როცა ნაციონალური მოძრაობის სიცუძეზე საუბრობს დღევანდელი ხელისუფლება, აი კახა კალაძეს არანაირი მორალური უფლება არ გააჩნია, რომ მათ ცუდ საქმეებზე ილაპარაკოს, იმიტომ რომ იმ მომენტში თვითონ იყო სახე, აი მაგ ყველაფრის. მაგ ყველაფერზე თვალს ხუჭავდა და თვალს ხუჭავდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჰქონდა კომპანიები, ბიზნეს ინტერესები, კალა კაპიტალი, რაღაცა ბანკი ჩამოაყალიბა და მიშამ როცა ამოსხო უკანალში წიხლი და აღარ იყო მისთვის საინტერესო ფიგურა და ბოლომდე გამოწურა ლიმონივით, აი მერე გახდა თურმე სააკაშვილი ცუდი პიროვნება. ეგ რაც შეეხებოდა კალაძეს, ასევე გომელაური, რომელიც იყო ბიძინას პირადი მცველი, დაცვის უფროსი და ყავს შინაგან საქმეთა მინისტრად. ღარიბაშვილი, რომელზეც კაცი ამბობს, რაც გინდათ დაუძახეთ. ანუ ეხა ეს შორს გავყვები და ბევრი საუბარი მოგვიწევს, მაგრამ რისი თქმა მინდა? ქვეყანაში არ ფასდება განათლება, გაუნათლებლობის ბრალი არის აქ რაც ხდება, ოკუპაციაც მანდედან მოდის, არარსებული დიპლომატიაც მანდედან მოდის, ეკონომიკური სიდუხჭირეც მანდედან მოდის და აი ეს ყველაფერი დანაშაულისკენ მიდრეკილება, როგორც ჩვეულებრივი ადამიანების, ისე თანამდებობის პირების, ეს მოწოდებით გვაქვს უკვე ისეთი ნერვოსშია ერი, რომ ერთი შუქნიშანზე დასიგნალების გამო ხდება ჩხუბი და გაწევ-გამოწევა და დანების იქნება ერთმანეთს. ეს ყველაფერი გამოიწვია მაგ არასწორმა განათლებამ და რაც ახლა ეს ის არის, აქვია ოლიგარქიული მართლობა იქნება თუ საბანკო სისტემა იქნება და ის კიდე ნარკომანია. წეღან აი 2 საათის წინ დავსქრინე პოსტი სპეციალურად. ვიღაცა აგზავნის პოსტს კასპის ჯგუფში, სადაც ყიდის მარიხუანას. მე ვერ გავიგე ახლა, მე სად გავდივარ და ტუალეტში როდის შევდივარ და ბოდიში ამაზე და როდის გამოვდივარ და შენ როდის უნდა შესულიყავი სავარჯიშოდ იმაში სპორტ დარბაზში და იქ როდის უნდა დაგხვედროდნენ ზონდერები, ეგ ყველაფერი კარგად იცოდნენ ამათმა და მე რო დამიჭირეს სოფელ დიღომში რო ცხოვრობდი და სახლიდან რო გამოვედი და გარეთ მელოდებოდნენ და იცოდნენ სად უნდა მივსულიყავი და იქაც დამხვდნენ. ეს თუ იციან, ის არ იციან იმას მიყიდის ნარკოტიკულ საშუალებას, რავი, მე ვიცი და საერთოდ განათლება არ მაქვს იურიდიული მხრივ, არაფერი არ ვიცი საერთოდ. და ტიპები, რომელსაც ხელი მიუწვდებათ, ყველა ონლაინ სივრცეზე, ყველა სოციალურ ქსელზე. გამოდის, რომ საზღვარზე შემოდის ეს წამალი, ნაწილდება მერე თავარი იმისგან, რა ქვია, ბარიჯისგან, პატარ-პატარა წვრილი ფეხობაზე და მერე ის ავრცელებს ხალხში. ნარკო დამოკიდებულების ჭირდება ხელისუფლებას იმისთვის, რომ მერე დაიჭიროს ესენი, დაავერბოკოს და არჩევნებზე გამოიყენოს, როგორც ტიპი გამოვიდა ციხიდან 2021 წლის არჩევნების დროს კასპში და ჩვენ ვიყრიდით კენჭს ახალგაზრდები შენ კარგად იცი და იქ თქვა რომ ბოდის გიხდითო რომ ვერ გეხმარებით, იმიტომ რომ ჩემს ძმაკასთან იყო რაღაცაში ესე რომ ვთქვათ დავალდებულებულივით იყო რა, რომ დაიჭირეს ოჯახურ ძალადობაზე. ჯერ ხო ეს რაღაცა იუვენალური კანონი და რაღაცა მაგი კიდე ნარკოტიკზე ვარისია.
ხო, შვილის რაღაცა ვითომ ცემაზე დაიჭირეს, არადა არ უცემია და მოწმედ დაუდგა ეს და ახსოვდა რა ის პატივისცემა და უთხრა რომ ბოდიში რო ვერ გეხმარები შენი პატივისცემა მახსოვს, მაგრამ ციხეში შემოვიდა ტიპი, მითხრა რომ გაგიყვანთ აქედან და 50 ხმა უნდა მოიტანო, 41 რო იქნება შემოღაზული და იმასაც მოგიხსნით პირობით და ასაყავთ ისინი, ეს ბარიგები, ნარკომანები და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ეს არის ჩემი სათქმელი, მთავარი პრობლემა არის გაუნათლებლობა. გეთანხმები, ახლა გაუნათლებლობიდან იწყება საერთოდ ნებისმიერი პრობლემა და მე ვფიქრობ, რომ განათლებასთან ერთად შეგნებაც უნდა კონდეს ადამიანს, რომ თვითონ წესიერ მოქალაქედ შედგეს, მაგრამ ყველაზე მტკივნეულად მაინც რა მიმაჩნია, იცი, მე ჩემი პოზიციები მაქვს მაგ ყველაფერთან მიმართებაში. ასე თუ ისე რაღაც დონეზე ადამიანი რო იზრდები, გარკვეულწილად სოციუმის წევრი ხდები, გაქვს შეხება იმ საზოგადოებასთან, როგორც შენ ცხოვრობ და ვითარდები, გარკვეული მსოფლმხედველობა გიყალიბდება. შავისა და თეთრის გარჩევადობის აღქმის უნარი მინიმუმ ყველას აქვს. რა არის კარგი, რა არის ცუდი, ასე შემდეგ, მაგრამ პრობლემა არის თვალთმაქცობა. მე მივიჩნევ, რომ საზოგადოების 90% უმრავლეს შემთხვევაში ან იმყოფება ძალიან ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, გავლენის ქვეშ, ეს არის პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ტერორი, პოლიტიკური ტერორი, თუ არა ის დანარჩენი კიდე ქვენაწილები და პროცენტები იმყოფებიან როგორ თვალთმაქცური ზეგავლენის ქვეშ, იმიტომ რომ ერთადერთი განათლება გამოცდილების მიხედვით, რაც მიიღო საზოგადოების ფართო მასებმა, ეს არის ძალაუფლების მიმართ თავის მოხლისა და პატივისცემის მისეული გაგებისა და აღქმის უნარი. რადგან შენ სწორი ხარ, არ არსებობს საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი განათლების, მოქალაქის მიმართ თავისი ვალდებულებების შეგნების და საზოგადოებრივი აღზრდის პლატფორმა. არ არსებობს. და ეს შრეები ქვეყანაში ხელში აქვს ჩაგდებული, მე პირდაპირ ვიტყვი ამას უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს და ისინი ძალიან კარგად არანჟირებენ საკუთარ ინტერესს ამა თუ იმ თანხების საშოვნად, რომელიც მოზიდული აქვს უცხო ქვეყნებიდან. ეხლა შეიძლება მძიმე ფორმულირება გავუკეთე ამ ყველაფერს, მაგრამ აი ძალიან მარტივად ვიტყვი რა. ძალიან მარტივად ვიტყვი ყველაფერს. სახელმწიფო რომელსაც აქვს ძალაუფლება და აქვს ერთადერთი ავტორიზაცია ძალის გამოყენების, დღეს გვეუბნება, რომ თურმე ნარკოტიკთან მიმართებაში იმით შემოიფარგნენ, რომ კანონპროექტი შეიტანეს და გაამძაფრეს სასჯელი ნარკოტიკის მოხმარებაზე, მოხმარებაზე კიდე ცალკე თემა არის ესენი, ეს მე ამ ლაბირინთებში ახლა არ ჩავარ რეალიზაციასთან მიმართებაში. სინამდვილეში რა ხდება, იცი, თვითონ არის ნარკოტიკის გამსაღებელი ხელისუფლება. ხელისუფლება აკონტროლებს ამ ბიზნესს, ისე როგორც ხელისუფლება აკონტროლებს ნებისმიერ დიალოგს, ნებისმიერ სოციალურ სივრცეს, ნებისმიერ საბანკო ანგარიშს, ყველაფერს ტოტალურად აკონტროლებს ხოცების ხელისუფლება, როგორც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება. და როგორ მიმდინარეობს ტრაფიკი ჩვენ ტერიტორიაზე, მოგახსენება ხო ძალიან მე ვიტყოდი, რომ განსხვავებულად დამახასიათებელი გეოგრაფიული ზეგანი გვიკავია გეოპოლიტიკურ რუკაზე და ეს მარტო იმაში არ არის გამორჩეული, თქვათ, საქართველოს ვინ ესაზღვრება ან რომელი პოლიტიკური ინტერესებისად გადის. იმ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ ქვეყანაზე გადის, ჩვეულებრივ ჩვენი მოსახლეობა ხდება მოწყვლადი, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა გამოიყენონ. ეს ნარკომანია არის ჩვეულებრივ ბიოლოგიური იარაღი, რომელიც მანიპულაციას უკეთებს ქვეყანაში პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური შრეების აგზნებადობას, ამ პროცესების მართვას და ხელში დაკავებას. მე ხა ბევრ რამეში შენ შეიძლება გეთანხმებოდე, ბევრ რამეში შეიძლება არ გეთანხმებოდე, მაგრამ მე რო ვაკვირდები და ვსწავლობ, კი არ ვაკვირდები, ამას ვსწავლობ რა, ჩვეულებრივ ქვეყანაში რა იწვევს, თქვათ, ნარკოტიკის ასეთ დიფუზიას. რა იწვევს, იცი? პოლიტიკური ინტერესები. ვისაწყობს დღეს საქართველოში ახალგაზრდა თაობის მოსპობა, ან მინიმუმ მართვა. შენ თუ ახალგაზრდა თაობას მართავ, შენ ჭკუაზე ის დაახლოებით იგივე რაღაცაა, რაც შენ მის იდეას, თავისუფლებას და ნებას პოპ. ესეთი რაღაცა აწყობს ხელისუფლებას, აწყობდა ხელისუფლებას და ასეთი პოლიტიკური გემოვნებით თუ გაგრძელდება საქართველოში ცხოვრება, ალბათ მომავალ ხელისუფლებასაც მოაწყობს
ახალგაზრდა თაობის საკუთარ მუჭში ყოლა. ეს არის დამღუპველი, მე კიდევ ერთხელ გიმეორებ. მე მინდა ერთი ისეთი შეკითხვები დავსვა. ჩვენი ქართული შენაერთები წლების მანძილზე ღებულობდნენ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას, ვიცით რომ კოსოვოდან არ მინდა კიდე წავყვე აფრიკები და ისინი სხვა თემა არის, მაგრამ ეს უფრო იყო ალბათ დეკორაციისთვის, მაგრამ ძირითადად ქართველ ერს დანაკლისი ჰქონდა ავღანეთში საბრძოლო მისიებში და იყო ასევე მსხვერპლი ერაყში, ხო? კარგად ვიცით. მე მინდა ესეთი შეკითხვა დავსვა. ძალიან მარტივი შეკითხვა. სად მიდიოდა ის ნარკოტიკი, რომელიც ხელისუფლებას მოქონდა ავღანეთიდან? ეგრეთ წოდებული სუფთა. ახლა დღეს იცი, ბევრი თემა არის ამასთან დაკავშირებით, ძალიან ღრმა თემაა რო გავყვე, 19 წლის გოგო მოკვდა ბასიანთან, ძალიან მტკივნეული თემა არის, გულახდილად ვიტყვი, მაგრამ ხალხი კარგავს აქმის უნარს, გონია რომ თითქოს ყველაფერი ახლა დაიწყო და ის ახალგამოჩეკილი ტიპები, ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონებში ტრაქს ულოკავდა ედუარდ შევარდნაძის მთავრობას, სააკაშვილის მთავრობას, ღარიბაშვილის მთავრობას, გამოდის და ბასიანთან ატარებს პარაკლისებს და გვაჯერებს, რომ პრობლემა იმაშია თურმე რომ რაღაცა დრაკონს კუჩი დაარტყა ლახვარი. მე კიდევ ერთხელ გეუბნები, რომ სიყალბე უპავს საზოგადოებას. ჩემი პოლიტიკური აღქმა და სოციალური აღქმა ამ ყველაფრის და არავინ არ სვამს კითხვას, ეს ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები, ეს ყანდურები. აი ეს ვიღაცა შალიკო, მამა შალიკო, ეს საპატრიარქო შალიკო, რატომ არ მიდის? როდესაც ქართველ ერს უმრავლესობა შენ კარგად იცი, ჩადებულია ბინები ბანკებში და ბანკები მომაკვდინებლად მათ ასახლებენ ტირანიული და დრაკონული მეთოდებით ყრიან პატარა ჩვილი ბავშვიან ოჯახებს გარეთ. რატო არ მიდის ხელისუფლებასთან, რატო არ მიდის იმ ხალხთან, რატო არ უდგება გვერდზე, რატო იქ არ ატარებს პარაკლისებს? ამ ვიდეო ლაივს შემოვირაკლი ნახავს ათასობით ადამიანი. მე ძალიან კარგად ვფლობ, როგორ განვახორციელო გაშუქება ამ ყველაფრის და ყველას მოუწოდებ, რომ გაავრცელოს ეს. მე ნებისმიერ დროს ჩემი სიტყვების პასუხისმგებელი ვარ და მზად ვარ ამ ეთერში ჩავთო ნებისმიერი წარმომადგენელი და მოვისმინო პასუხი. მაგრამ პასუხად მე რას ვიღებ, იცი? ქართული ოცნების პროპაგანდონორ, დიახ, მაპატიეთ, მაგრამ ზუსტად ეს სიტყვაში ესაბამება ტელეკომპანია იმედზე მიწვეულ მამა შალვას, იმ იმედზე, იმ მრავალცოლიანი ნოეს გადაცემაში, სადაც წარმატებით ხვდებიან ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, სხვადასხვა პროპაგანდის ელემენტის წარმომადგენლები და იქედან ვისმენ მის ცრუტირილს და კიდე არ ვიტყვი, ხა ესა გაუნათელებელი რელიგიის არმცოდნე უღირსი ვირთხა და ვისმენ იმას, რომ როგორ დაიჭირა სიზმარში ეშმაკი ყურებით. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მერე მე ვსვამ კითხვას ცრუმორწმუნეობით, სიყალბით, ერის სულში ჩაფურთხებით და ნარკოტიკული სიბრმავითა და თხრობით სადამდე ვაპირებთ ჩვენი ცხოვრების გაგრძელებას ქართველები და ფანატიზმით. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ხალხს თავი განცხადებული აქვს ეკლესია და არ არის ჩემთვის ეკლესია ჯაღმაიძე. გულახდილად გეტყვით ამას რა, არ არის ჩემთვის ის კაცი ეკლესია, რომელიც მის შვილზე გადააფორმებს ეკლესიის ქონებას და შუპუსუ არ მეშლება, შუპუსუ ბუნაგი აქვს ესეთი შექმნილი მის შვილს, სადაც საპატრიარქოს მილიონობით ქონებას აფორმებს და არენდირებას უკეთებს ეს ადამიანი. და კიდე ეს ცრუ შალვა, რომელიც იქ ცრუ რაღაცა იმგენს აკეთებს, ძალიან ბევრი რამეა ერთმანეთთან სინთეზში და კავშირში. უბრალოდ ახლა რა იცი, ამ მოვლენების დანახვა ისეა აუცილებელი, სწორად როგორც აი დიდი მოზაიკიდან პატარა ნამტვრევების ამოღება. არ ეუბნებიან საზოგადოებას სიმართლეს. დღეს ახლა მთავარი თემა არის ის სააკაშვილის ყოფილმა ხარჭამ ნიჟარაძემ როგორ იმღერა ანკორა. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ახლა ეს სოციალურ ქსელებში. და კიდე ის არის მნიშვნელოვანი ბაბი კირგიტაძემ ფილარმონიის დარბაზში როგორ გადაიტანა საკუთარი ტრაკი ერთი იარუსიდან მეორე იარუსზე. აი ესეთი რაღაცეები ხდება საზოგადოებისთვის მიწოდებული, ამაზე იხარჯება თანხები ორივე პოლიტიკური ორგანო, როგორც ხელისუფლება და ისე ოპოზიცია, ნაცვლად იმისა საზოგადოებას მიაწოდოს მისთვის
არსებითად მნიშვნელოვანი საკითხები დაკავებულები არიან იდეოლოგიურ და ნარკოტიკული იმისი საკვების მიცემაში ბიჭო. და ამას რო უყურებ, პროსტო გული მტკივა. მე გული მტკივა, ძალიან მტკივა ამაზე გული და კაცი არ მეგულება რომ თუ ვინმე ამ ლაივს მოусმენს, იცი რა? ოხ, ასე თუ შენ ეკლესიას ებრძვი, რაში გამოიხატება ეკლესიასთან ბრძოლა? რაში გამოიხატება? მანახი ერთი, შეიძლება მე ვწდები, აი დღეს იმიტომ გავაკეთე ეს ლაივი შენთან ერთად რა. გამოიღე სახარება და წამიკითხე კაცო. რომ ამათ პირობა აქვს დადებული რომ ჩაიცვეს ანაფორა. პირობა აქვს დადებული უქონლობის. მილიონობით ჯიპები ყავს ნაღიდი. ეხლა ეს შალვა გამოდის და 4,000-5,000 დოლარიანი iPhone 15 უკავია ხელში. როგორ 200 ლარიანი ტელეფონით არ გაშუქდება ლაივი და ვერ ილაპარაკებს? როგორ იმითი 5,000 დოლარიანი ჯიპით თუ იმითი ვერ ივლის რაუბედურება, განადგურებული ერის კისერზე ცხოვრება და მე ამათი თვალთმაქცური მიდგომა, რომ ტარაკლისებს იხდიან, რომ აი და ვაიმე თურმე ვიღუპებით. მე შეიძლება ვცდები და ჩვეულებრივ მოტივებას ვითხოვ ყველასთან მიმართებაში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მძიმე ნარკოტიკი არის იდეოლოგიური სიგახრწნილის მოცემა და მე იძულება რომ ეს დავიჯერო რა. გეუბნები ეს ძალიან მძიმე შედეგი არის. შენ ამბობ რომ თეატრო ლუკიანმა მრავალთავრობას გაუძლო. რამდენს გაუძლენ ამ საპატრიოტოს ქვეშ ჩაბუდებულმა ჩათლახებმა? ეროვნული ხელისუფლება მოსპეს. გვერდში დაუდგნენ კიტოვანს. ქართველი ერის გენოციდის მომწყობ ნაძირალას, ჯაბა იუსელიანს, შევარდნაძეს და კიდე მიყოლებით ამათ ნაჩლავდნენ და დაკავებული იყვნენ ამათი მირონცხებით. ღმერთმა პატია, მე ზოგმა მითხრა რომ ისა რა ქვია, ახლა ამ ნემსაძესო გამოიყვანეს ახალი გვარი აღარ მახსოვს რა, ახალი ისახავთ რა ქვია ინტერნეტ ქადაგებელი, რომელიც ვახტანგ გორგასლის ქვევიდან ძეგლის ქვევით იღებს ლაივებს და ის გვაგინებს ახლა რო იცოდე. ვიცი, გეტყვი. ხო, ერთი წუთი რამინი. ხო, მაგაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკე, მაგრამ რა არის, იცი, ამას თუ ეშლებათო რომ თურმეო ისაო რა ქვია, კაცსეო აღსარების მიცემაო და ისო და მაშინ ქრისტეს მოსწავლეცო იყო იუდაო, მაგრამ ამათ რა ეშლებათ, იცი, ქრისტე რო იუდად არ გადაქცეულა, ეს ეშლებათ რა. ამათ რა ეშლებათ, იცი, ქრისტემ რო დაარბია სინაგოგასთან მდგარი ნაძირლები მამაჩემის სახლიო სავაჭრო ცენტრად და გიქცევიათ. ასეთ შეკითხვებს ვერ პასუხობენ. ბუნებაში არ არსებულ რაღაცა ხელიდან გამოწოვილ თემას უბერავენ და ამართლებენ ყანდურიზმს ქვეყანაში კაცო. გეუბნები რა, ანუ მე არ ვიცი, გულახდილად გეტყვი, მე არ მინდა რა ჩემი დიალოგი გამიგრძელდეს, მე მინდა ამაზე შენი აზრი მოვისმინო რა. აი, რასაც შენ ამბობდი ახლა ზუსტად 5,000 დოლარიანი ტელეფონები, ძვირადღირებული მანქანები. დღეს ზუსტად კომენტარი გავაკეთე მაგაზე, ერთ-ერთი პოსტი იყო, სადაც ჰუჯაბის მეუფეზე იყო საუბარი, რომ თურმე ცოლი მოიყვანა. ჯერ არავინ, მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში მოიყვანა თუ არ მოიყვანა. ეს კიდე გასარკვევია, მაგრამ გაურკვევლად საზოგადოებამ დაიწყო საკუთარი თავის რეალიზება აი ამ ინფორმაციაზე. მოწინააღმდეგეები მტკიცებით ფორმაში ამბობენ რომ მოიყვანა და მისი დამცველები ამბობენ რომ არ მოიყვანა, მაგრამ არც ერთმა არ იცის ფაქტობრივად რა მოხდა. ეგ ერთი. მე ერთ-ერთმა დაწერა და მე გამახსენდა რომ ეგ მართალი ინფორმაციაა. მაგ ჯანდელიანმა, მაგ მეუფემ 265,000 დოლარად შეიძინა მანქანა. მე იქ ვიღაცამ დაუწერა რომ ეს ვაჩუქესო. მე იმ ჩუქებლის დედავატირე, აი ამ გაღატაკებულ ქვეყანაში. 9 მილიონი კი არა, მე-4 მილიონის თანხას რო იღებს თან დოლარში და ჯიპს რო ყიდულობს მეუფეს, რომელიც შენი თქმის არ იყოს უქონლობის აღთქმა აქვს დადებული და თურმე ისეთი საჭიროებას მოითხოვს მარნეულის ის მეუფე, თურმე მარნეულში მით უმეტეს სუ ის არის ვაკე ადგილია მარნეული პამიდურის მეტი არაფერი არ მოდის. თურმე ისეთი საჭიროება ყოფილა 265,000 დოლარად შეფასებული მანქანა იყიდოს, ლექსუსი ბოლო მოდელი
და ეს ვიღაცა კეთილმა ადამიანმა აჩუქა. მის სიკეთეში მე ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში სადაც 10,000-ობით ბავშვი შიმშილობს. 1000-ობით ბავშვი ყოველწლიურად კვდება შიმშილისგან. მოხუცები მათხოვრებად იქცნენ. 2 მილიონზე მეტი ემიგრანტი გვყავს, 1 მილიონი ჩემოდანზე ზის. ხალხი კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის და დენი და გაზი აქვს ჩაჭრილი. 10,000 სტუდენტზე მეტი სტატუს შეჩერებულია და აი ასეთ ქვეყანაში თუ ვერ ნახეს ჯანდელიანზე მეტად დასახმარებელი ხალხი, მართლა მაგათი უნამუსო დედავატირე, მაგათი ბრმა დედავატირე და მაგათი ბრმადმადიდებელი დედავატირე. იმიტომ რომ ესენი არიან ჩვეულებრივი მათხოვარი ხალხი, რომლებიც არც სულის ხონებისთვის იბრძვიან, არც სხვა ადამიანების დახმარებისთვის იბრძვიან. ესენი არიან თვალთმაქცები, რომლებიც სასულიერო პირებთან იწერენ პლუსებს, რომ რამე რო იქნება მერე მათ ბიზნესში რაიმე საზოგადოების მიერ წინააღმდეგობა იქნება, ეს სასულიერო პირები იქნებიან თითქოს ქრისტეს ჯარისკაცები. და როცა სასულიერო პირი გიცავს შენ რაიმე საქმეში, ეს რა თქმა უნდა შენს სიმართლეს უფრო დამაჯერებელს ხდის. სიმართლეს კი არა და ესენი რა თქმა უნდა სიმართლეს არ იტყვიან. ხო და კეკელია, შალვა კეკელია, მამა ვაკეთ წოდებული კეკელია, რომელიც კეკულუცობს და თავისი კეკულუცობით ალბათ ცელს გამოისვავს იმ გრძელ კისერში, იმიტომ რომ როდესაც იცი, რომ ქვეყანაში მე ვიცი, მე ამ საქმეში თითქმის გაურკვეველმა ადამიანმა, რომ წამალი შემოდის ირანიდან, წამალი შემოდის თურქეთიდან და აი ამ აზერბაიჯანიდან ნუ ეხლა ყველაზე მსხვილი შემოტანა, ხო, აზერბაიჯანი ხა ირანი ჩვენ არ გვესაზღვრება, ან აზერბაიჯანიდან შემოიტანენ, ან სომხეთიდან. წარმოიდგინე, რამდენი იმის გამოვლა უწევთ, რამდენ საბაჟოზე არის აზერბაიჯანი სერიოზულად გვესაზღვრება და სერიოზულად შემოდის იქიდან ნარკოტიკი. წითელი ხილი. ხო, ან იქიდან შემოვა, ან კიდე იქიდან შემოვა, რა ქვია, სომხეთის საზღვრიდან. ჩვენ არ გვესაზღვრება პირდაპირ ირანი. ხო და ლოგიკურია ეგ. ისედაც იგულისხმება. ხო და მე და შენ ვიცით ეს ყველაფერი. მე და შენ ვიცით კი არა, კაცო, ქვეყანაში 270 ნარკობარიგა დაიჭირეს ეხლა 2 დღის განმავლობაში. არა, მე მგონია, რომ აი ეს ბარიგების დაჭერა 250 ბარიგი, ეს არის ჩვეულებრივი შოუ დადგმული, ეს არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის მაგალითად, რას ნიშნავს 250 ბარიგა დაიჭირეს. ეხლა ციფრი გაზრდილია, რა თქმა უნდა. არა, გეტყვი გულახდილად, ხელისუფლებას რო უნდოდეს დღეს, აი დღეს, ერთი ბარიგა ვერ გაიხარებს ერთი კვირის მანძილზე საქართველოში. ერთი ბარიგაც კი ვერ გაიხარებს. თავიდან ბოლომდე მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ 99% საქართველოში ნარკოტიკის მიმოქცევა არის ხელისუფლების მიერ ან დაპროგრამებული და ან ხელშეწყობილი. სხვა ალტერნატივა ამას არ აქვს და იყენებენ, როგორც გითხარით, ამ ყველაფერს შავი ფულის აკუმულირებისთვის, რათა მოგვიანებით შემდეგ იქნას ეს ფული გამოყენებული არჩევნებში. ამას აკეთებდა შევარდნაძის მთავრობა, ამას აკეთებდა სააკაშვილის მთავრობა და აკეთებდა ძალიან სერიოზული მასშტაბებით და ამას აკეთებს დღევანდელი ქართული ოცნების ხელისუფლება. ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ საქართველოში ნარკობიზნეს ხელისუფლების გარდა ვინმე კრიშავს. ეს არის ღრმა სიცრუე. ეკა ბესელიას პორნო ვიდეო. უბრალოდ ვიღაცამ რო ვიღაცას გადაუგზავნა და ნახე რა ვიდეო გავრცელდა. ამაზე ხალხი დაიჭირეს, იცოდნენ რამდენ კაცში გავრცელდა და ვინ გაავრცელა და როგორ დავიჯერო ეხლა ნარკო ბარიგა და ნარკო დამოკიდებული ერთმანეთთან კომუნიკაციის პერიოდში, როდესაც ურთიერთობენ. ეს არის ის უშიშროება. რა სისულელი? რა არის ირაკლი, იცი ახლა შენ მოგეხსენება, რომ ერთი არის ნარკობარიგა, მეორე არის ნარკომომხმარებელი, სამწუხაროდ, გამიგე? მე ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, რომელიც ამ უბედურებაში იქნენ ჩართრეული. მათ შორის პროფესიონალი სამხედროები იქნენ, იმიტომ რომ თავის დროზე მათზე არ განხორციელდა შესაბამისი მკურნალობა. ამ ადამიანებზე ძალიან ბევრი მათგანი იმყოფებოდა პოსტტრაუმულ პრობლემებში ომის მერე. და ნუ მოხდა ეს ყველაფერი და ნუ ყველაზე კარგად თუ ვინმე აცნობიერებს თავის ჩართულობას და თავის უბედურებას
ამ პროცესში, რასაც ნარკომანია აქვია, ალბათ ეს ადამიანები არიან, იმიტომ რომ მათ იციან რასთან შეხება რა. და შენ იცი რომ გარდა იმისა რომ მე ორგანიზაციას ვქონდა რომელიც სამხედროებთან მიმართებაში აკეთებდა უსაფრთხოების თავდაცვის თემაზე, მე მქონდა ამ ბიჭებთან დიალოგი რა ძალიან სერიოზული. ნარკომანები არიან რა. და იცი რა მითხრეს? ჩვენ წამალს ვხედულობთ პოლიციისგან. ჩვენ არ აგვყავს ცოლშვილიო, დაგვშორდათ, ჩვენ განადგურებული ადამიანები ვართ ფსკერზეო. დაჟე ადამიანები რას მეუბნებოდნენ, იცი? ამას გეუბნებით და რა თქმა უნდა გთხოვთ, რომ ჩვენთან ურთიერთობა აღარ იქონიო. იმიტომ ხვალდაზე მოგვადგებიან იმისთვის, რომ შენ ცუდი გაგი. ესენი არიან ეშმაკის პირში მყოფი ადამიანები, რომელსაც ცალკე ბიოლოგიური პროცესი უღებს ბოლოს. ცალკე სახელმწიფო, რომელმაც გააყიდა და გააუბედურა და ცალკე პოლიცია, რომელმაც იცის მათი წარსული და ამ მდგომარეობაში ამყოფებს მათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყიდის საქართველოში ნარკოტიკს. პირველი რეალიზატორი ქვეყანაში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბატონი გომელაური. და ბატონი გომელაური დაკავებულია იმით, თუ როგორ დაააგროვოს ბიზნესი, მისი წარსულიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა ვიცით, რომ გომელაურის წარსული არაფერი არ არის, თუ არა ბიძინა ივანიშვილის კარზე კისტის თოფებით მერცხლის ბუდეების დანგრევა. ეს იყო მისი ვალდებულება და დღეს მისი შვილი ანა გომელაური იმყოფება გერმანიაში, ცნობილი კორუმპატორის იზორიას ყოფილი თავდაცვის მინისტრის კარზე გერმანიაში, რომელიც ელჩად არის გაგზავნილი და იქ უღებს საქართველოს ბიუჯეტს სისხლს. აი ახლა მე თქვენ გუყურებს ამას 28 ადამიანი და მე მინდა ყველას ვთხოვო. მე მინდა ყველას უთხრა. მე ყველას მინდა მოგიწოდოთ. მე გელაპარაკებით ამას როგორი ადამიანების სახელით, იცი, რომლებსაც ავღანეთის მისიაში 2008 წლის ომში ერაყში აქ სერიოზული საბრძოლო გამოცდილებები და ეს ადამიანები დაჭრილები, გაუბედურებულები იყვნენ ზოგი და ჩაეშვნენ ამ უბედურებაში, რომ ის პროცესები გაეყუჩებიათ. პოსტტრაუმული სინდრომების შემდეგ ჩაიძირნენ ამ უბედურებაში. მათ ჩვეულებრივ სიტყვას გადმოგცემთ, რომ ნარკოტიკის გამავრცელებელი საქართველოში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ნარკოტიკის გამავრცელებელი არის საქართველოში გომელაურის უწყება და გომელაურის უწყება ახდენს პოლიტიკური ინტერესებით საქართველოს მოქალაქეების გამოყენებას. და შავი ფული აკუმულირდება იმისთვის, რომ მოახდინონ დესტრუქცია, მოქალაქეების გადაბირება თუ არასწორი მიმართულებით წინასაარჩევნო პროცესების დაფინანსება. ამას ხო ცენტრალური ბიუჯეტიდან ვერ გააკეთებენ, ამას აკეთებს ნარკოტიკი საქართველოში რა. რაც შეეხება ოპოზიციას და ოპოზიციის მოწყობილ ეგრეთ წოდებულ მიტინგებს, მე არ დავასახელებ კონკრეტულად რომელს. აქაც გამოყენებულია ნარკოტიკი და აქაც გამოყენებულია ქსელი ეგზალტირებისთვის. მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს ქვეყანაში ოპოზიციური მოძრაობის, ახალგაზრდების გამოსვლის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ახალგაზრდების მობილიზაცია ნარკოტიკით და ჩვეულებრივი ფსიქოიარაღით ეს არის სერიოზული უბედურება ქვეყანაში, რომელიც ჩვენ მოგსვობს. აი ამის თქმა მინდოდა მე ირაკლი. მართალი ხარ. მე ახლა ეგრე დეტალურად არ ვიცი, იმიტომ რომ ჯარშიც არ ვარ ნამყოფი და შესაბამისად შენ კონტრაქტზეც იყავი, ომიც გამოიარე და უშუალო შეხება გაქვს მაგ ადამიანებთან. მე უბრალოდ მარტივ ჭეშმარიტებას ვუყურებ, მე თუ ვიცი სრულებით უსწავლელმა მაგ სფეროში იურიდიულ საქმეში, რომ ეკაბესელიას პორნოს გავრცელებაზე იჭერენ ადამიანებს და იციან ვინ ვის გაუგზავნა მესენჯერით, მე მგონი ისიც უნდა იცოდნენ ნარკოტიკულ საშუალებას როგორ ყიდის გამსაღებელი და სად უნდა არ არსებობს, აი ყველანაირ ძალაუფლებას ფლობს ხელისუფლება, ეს იქნება ინტერნეტზე წვდომა, ეს იქნება აგენტურული კლანები.
იცით რამხელა სერიოზული ფული არის ქვეყანაში გადახდილი ფარული ბიუჯეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროებას და საგარეო დაზვერვას. აქ თავისი ბიუჯეტი, რომელსაც ვერავინ ვერასდროს ვერ გააკონტროლებს, რაში დაიხარჯა. თუ არა ნდობის ჯგუფის გარდა. შენ ალბათ მოგეხსენება ნდობის ჯგუფში მიზის ეს კიდე ცალკე საკითხავია. მაგრამ რაშია იცი საქმე? აი ეს ფული ზუსტად იხარჯება მაგაში აგენტურული დაჯგუფებების გაძლიერებისა, რომელიც უნდა მოემსახუროს ქვეყანაში, თქვათ, ანტინარკოტიკულ პოლიტიკას, თქვათ, საგარეო დაზვერვის უსაფრთხოებას, რომ არ მოხდეს პოლიტიკური ინტერესებით ქვეყანაში რაღაცის გაღვივა. ეს ყველაფერი იხარჯება რაში? იცი, ხელშეწყობაში, რომ საქართველოში გაიზარდოს ნარკოდამოკიდებულება. ჩემი ვისაც არ ჯერა, შეუძლია მივიდეს, იმას რეაბილიტაციის ცენტრებს ვერ დავარქმევ, მეტადონის პროგრამას გადახედოს. შენ ვერ დაიჯერებ, როგორი ხალხია შიგნით ჩათრეული. აი ძალიან მარტივად გეტყვი რა, ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსი ვოლსკი, ნარკოდამოკიდებული ჩათლახი დედაატირებული. სახში მიაქვთ მისთვის წამალი იმისთვის, რომ მიეცეს კაიფს. აი ამას გეუბნები როგორ იცი? აი თუ არა მე თუ ვწდები, ჩამოვიდეს აგერ ვოლსკი საფრანგეთში, მე გადავიხდი მაგის ფულს და მე და მაგან ჩავაბაროთ ნარკოტესტზე სისხლი. ვერ გააკეთებს ამას ვერასდროს, რატო იცი? იმიტომ რომ ჩვეულებრივ ნარკომომხმარებელია. და არა მარტო მაგი, კაცო, მე კონკრეტულად ესე პერსონალიზაციას კი არ ვახდენი იმეს. რამდენი არის იცი თანამდებობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, როგორ შეიძლება? მე რა არის იცი, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს, რომელიც დაინტერესებულია შენ ქვეყანაში ყოველთვის კონდეს თავისი 100%-იანი იდეა გატანილი, ყოველთვის უბიძგებს იქეთკენ, რომ თანამდებობებზე მოვიდნენ ან ნარკოდამოკიდებული პირები, ან მოვიდნენ ლოთები, ან მოვიდნენ მეტრაკეები. აი ძალიან პატარა მაგალითს გეტყვით, ალბათ მეორე ეთერისთვის თუ ვინმეს რაღაცა ეჭვი შეეპარება, აქ შემიძლია განახოთ ის სერტიფიკატი, რომელიც მე თავდაცვის სამინისტროში ყოფნის დროს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გავიარე ეს კურსი და ჩამოსული იყვნენ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ოფიცრები, რომლებმაც წაიკითხეს ეს ლექციები სახელმწიფო დაზვერვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. და ამერიკაში, რომელიც შენ მოგეხსენება, როგორი ლიბერალური ქვეყანაა, ხო? პირველი საფრთხე სახელმწიფოსთვის და სპეცსამსახურებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც უნდა ზრუნავდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, არიან სწორედ ეს სამი კატეგორია: ნარკომანები, მეტრაკეები და ლოთები და მოთამაშეები. მაპატიე კიდევ ერთხელ დავამატებ რა. სათამაშო თემა და დამოკიდებულებითი ეგრეთ წოდებული ლომკა. და ცოდვების მიმართ აქა, მოვლენების მიმართ დამორჩილება. ამ ხალხის ფსიქოსამყაროში აბსოლუტურად რადიკალურად სხვანაირია. შენ თუ ხარ რომელიმე ამ შტრიხის მატარებელი, შენ აბსოლუტურად სხვანაირად გიყურებს ამერიკის უსაფრთხოების სივრცე. სხვა თემაა დემოკრატია. შენ შეიძლება იყო მეტრაკე და დაიკავო თანამდებობა, მაგრამ ის უწყება, რომელიც ვალდებულია შენ გაკონტროლოს, ყოველთვის გაგანკონტროლებს ამ შტრიხიდან გამომდინარე. გეუბნები გულახდილად, ეს არ არის ჩემი მოგონილი თემა, ეს არის ლექციიდან ამონარიდი, რომელიც მე წამიკითხეს იქ, როგორც მაშინ სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ვიყავი, რომელიც თავდაცვის სისტემებს აკონტროლებდა ეგ საჰაერო მიმართულებას, ახლა სხვა თემაა, აქ არ წავალ. მაგრამ მათი კუთხით ეს იყო საფრთხე სახელმწიფოსთვის. ყველა ელემენტი, მოთამაშეები, მეტრაკეები, ნარკომანები და ლოთები. საქართველოში თანამდებობაზე არიან, მე როგორ ლოთებზე მაქვს ლაპარაკი, იცი, ქრონიკულ ლოთებზე, რომლებსაც შეუძლიათ სასმელის გულისთვის ყველაფერი იკადრონ. შენ იცი, რომ ასეთი ხალხი არის ხელისუფლებაში და არა მარტო ხელისუფლებაში, ყველა ძალაუფლების სახელმწიფო კონტროლის მექანიზმის, სასამართლო, ძალოვანი უწყება, საპარლამენტო უწყება, ჟურნალისტიკა სხვათა შორის, რო იცოდე, ძალიან ბევრი ადამიანი წამყვანი თანამდებობებიდან ჩათრეულია ამ ცოდვით, ამ უბედურებაში. ფაქტიურად რა გამოდის? ქვეყანაში არ არსებობს კონტრდაზვერვის სამსახური, რომელიც გაუწევს კონტროლს, რომ სხვა ქვეყნებიდან ხომ არ ხდება ჩვენი ქვეყნის იდეოლოგიური დივერსიფიცირება.
არ არსებობს. პირიქით აგერ გეტყვი, ქვეყანაში შეიქმნა პარტიები, რომელიც სხვა ქვეყნის ერების ინტერესს ითვალისწინებენ. და მარტო კი არ არიან ეს ხალხი. ეს ხალხი აგერ კოლაბორაციაში იმყოფება საპატრიარქოსთან. ამის თქვა მინდა. შენი აუდიტორია გვესალმება და აქედან გამარჯობა, მოგესალმებით. ვიცი, ბევრი გვიყურებს და მე იმედი მაქვს, რომ მას ამ ყველაფერს მოგვიანებით გააზიარებს. ჩემი მიზანი არის ის, რომ საზოგადოების ფართო მასებმა გაიგონ, რომ იმედის ტელევიზიის გარდა, რუსთავი 2-ის ტელევიზიის გარდა, სხვადასხვა ტელევიზიების გარდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ტრიბუნაა, არსებობს სხვა სივრცეები, სადაც ხდება სწორი ინფორმაციის მიღება. მე ნამდვილად ახლა ვერ დავაფინანსებ ამ ბლოგს, რომ გავრცელდეს, დიფუზია ქონდეს და ამაში ფულს არ გადავიხდი, მაგრამ საზოგადოების დაინტერესებულ ნაწილს, ვისაც უნდა სწორი ინფორმაცია მიიღოს, ის მოძებნის ამას. როგორც აი თქვა, ვინც ეძებს ის პოულობს და ახლობთ ისეთი ვარიანტია რა. კიდე რაზე მინდოდა იცი გამეკეთებია აქცენტი ქვეყანაში განათლებასთან ერთად მომსპარი იქნა კულტურა, როგორც შენ აღნიშნე რა. მაგალითად, როგორი ვარიანტია, მწერალთა კავშირი გახდა ისეთი ადამიანების თავშესაფარი, როგორც არის გიორგი მასყოლია. გიორგი მასყოლია არის საქართველოს თურმე პოეტი და მწერალი. მე ახლა თუ არ იცით ფართო მასებმა გეტყვით, მე ახლა გიორგი მასყოლიას არ ვებრძვი რა. მე საერთოდ არ ვთვლი ამ ადამიანს დუელიანტად, რომ მაგის წინააღმდეგ ნებისმიერ ფორმაში შეიძლება ვცნო რაღაცა ბრძოლა, მაგრამ როგორც წეღან აღნიშნე ჩემ გამოსვლაში, მეტრაკეებიც ერთ-ერთი სერიოზული როლის შემსრულებლები არიან ამ სამყაროში და თურმე გალაქტიონის, ტიციანის, ლადო ასათიანის ქვეყანაში ეს არის თურმე დიდი პროზაიკოსი, პოეტი და ლიტერატორი. მე მინდა შევეკითხო კულტურის მინისტრს აქედან. თია წულუკიანს, საზიზღარ არსებას. შეუძლია ამიხსნას, რატომ არის გიორგი მასყოლია საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, რა დამსახურებით არის. ან შეუძლია ამიხსნას, რა დამსახურებით არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი ვიღაცა კორეიმა ტორესი. სახელით შეუძლია იმას რაღაცა ესპანური სახელი მოწონებია და ფსევდონიმი ასე უქნია ფალოსი დაირქვა სახელად ჩემი პრობლემა. ტორესა ხო? ტორესა მოსი თუ არ ვიცი, მე ასე დავიმახსოვრე რაღაცა კორეიმა ტორესი. ეთყობა ძალიან ბევრ სერიალებს უყურა ესპანურს და მაგითო. ხო და ძალიან ბევრი შეკითხვები მაქვს, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, აი სექსუალური იმისი ამბების გადმოცემა რო ხდება პროზებით, ლექსებით, ლიტერატურას რო უძახიან მოგვიანებით ამას, ეს რა ფორმა არის კულტურის ამიხსნას თია წულუკიანი. აღა მასამ შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ თია წულუკიანის მამა და მამაჩემი საკამაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. მე ვიცნობდი თია წულუკიანის მამას, გულახდილად კი ვიცნობდი რა ერთხელ ვიყავი შენახვედრი მასთან რა. ხო და მამაჩემი როცა დაიჭირეს ეროვნული ლიტერატურის გავრცელებისთვის, თვითონ კარგად იყო ეს, თანამდებობაზე იყო რა, ეს ნაბიჯვარი, მამამისი რა, თია წულუკიანის მამა. მამაჩემმა რომ მოიხადა 3 წელიწადნახევარი სანამ ზვიად გამსახურდი ამოვიდოდა ხელისუფლებაში და მას გამოუშვებდნენ რა, მაშინ ეს დედამოწყულები ყველა თავს კარგად გრძნობდნენ რა და სამწუხაროდ აღმოჩნდა ის, რომ მამაჩემი დევნილი იყო ამ ძაღლი ხელისუფლების მიერ, საბჭოთა კგბ-ს ბოზების მიერ და ბიჭო მეც დევნილი ვარ ამათ მიერ და ესენი ხელისუფლებას ინაწილებენ და როგორც ინაწილებდნენ მაშინ ხო მოსამართლე იყო მამამისი რა და დღეს მისი შვილი აგერ კულტურის და რაღაცის მინისტრი და მანამდე იუსტიციის მინისტრი იყო და რა შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება და საქართველოში ფეოდალიზმი და ფეოდალური გაგება ჩვეულებრივ ქართული დემოკრატიის ნორმად არის მიღებული. ანუ ვინც იდევნება დღესაც და ვინც მართავს დღესაც. სად არის აქ ხალხი? კობახიძის მამა ავიღოთ. არა მარტო. მე ახლა იცი რა არის? არავის მამას არ ვაყენებ შეურაცხყოფას რა. მე ერთხელ მოხდა რაღაცა შემთხვევა იყო, ჟურნალი გამატანეს, მივედი და გამეცნო თია წულუკიანის მამა ვარო და მამა შენიო პატიოსანი კაცი იყო და ვიცი მადლობა მიუთხარ, რა უნდა მეთქვა რა. აი ესეთი შეხება მქონდა თია წულუკიანის მამასთან და მაგის მამას ხალხი ყავდა დახვრეტილი იქ.
მე ახლა არ მინდა ამ თემას სხვანაირად შევეხო წულუკიანს თუ აქ ამაზე პრეტენზია აქვს ჩამერთოს და მელაპარაკოს და პირველ რიგში ისა მიხსნას ქმარი რო იყიდა მაშინ როცა იუსტიციაში იყო მინისტრად ქმარი რო იყიდა და უშიშროებაში გადაასაქმა პრემიებს რო ურიცხავდა იქ რაღაცა მათემატიკურ ციფრებში იმდენი ხელით ციფრები წაკითხვის უნარი მე არ მაქვს ბოდიშვერხი მაგრამ ასია ამიხსნას რატო უაძლევდა იმას პრემიას და რა განათლება აქვს მის ქმარს ასეთი რომ მისი სამსახურეობრივი რომანის შემდეგ მისცა პატივი რომ ამხელა პრემიები აეღო ქვეყნის უშიშროების სამსახურიდან ან რა არის ქვეყანაში უშიშროების კუთხით დაცული და ძალიან ბევრი შეკითხვები მაქვს ამაზე რა მე არავის ოჯახის შექმნის არავის გამრავლების არავის სიყვარულის არავის სექსის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს რა მაგრამ მე მტკივა ის როდესაც რაღაცის ხარჯზე ზიანდება საზოგადოება და სახელმწიფო ძალიან მარტივია ესეთი გაგებით ვიცხოვროთ როგორც მაგენი გვთავაზობენ მაგათი კრიტიკა არ შეიძლება აქცენტების გაკეთება არ შეიძლება პრობლემებზე მაგრამ დანარჩენი რასაც მაგენი იტყვიან თურმე ყველაფერი მისაღები უნდა იყოს ბიჭო თუ რამე სიტყვი ნაციონალი ხარ და ვსო რა ხო და მე ვსვამ კითხვას ვინც მაგას ამბობს ვინც აგერ კალაძის რაღაცა პარტიული დაწესებულების უფროსი პირველი ნაციონალი იყო და დღეს კალაძის პირველი მხარდამჭერია და ისეთი ტიპები ყავთ გადაბირებული ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში მაგის ჩამოთქმა ბოდიში გიხდი რა დაჟე ისეთი ხალხიც არის ჯერ რომ ნაცი იყო მერე ქოცი გახდა და მერე ისევ ნაცებში დაბრუნდა რა და ეს გეტყვით ბოდიში რა არ მინდოდა რა ამის თქმა რა თქვენ დედებს შევეცი აქედან რა და მაკედანაც მაგაც როცა ჩამოვალი კიდე რა ხო ეგეთი იყო და არის დღესაც რჩება კახა ოქრიაშვილი PSP-ს დამფუძნებელი ქართველი მოსახლეობის გამყოლიფელი და ჩვეულებრივი ბარიგა რომელსაც შემოაქვს ლარიანი წამალი 1000 ლარში აი ეგეთი ტიპები არიან 100 ლარიანი წამალი 500 ლარში თუ ქვეყანაში ესეთი ფსევდოდემოკრატია როგორც არის ჩვენთან ამას ჯობია რომ იყოს თქვა ისეთი სამართალი როგორც ირანშია რა გულახდილად გეუბნები ამას მე რა თქმა უნდა არანაირი ტირანიის მომხრე არა ვარ რა მაგრამ კახა ოქრიაშვილის ნაირ ტიპს დედას მოუტყნავდნენ საჯაროდ ჯერ ტრაქში მიაღებიებდნენ როზგებს და ბოლოს ჩამოახრჩობდნენ რა და დამიჯერეთ რა ეგან მაცხულიაზე რო თქვი წარმოიდგინე ტიპი ისეთი მასხარა და ისეთი მიუღებელია ნებისმიერ საზოგადოებაში არ აქვს მნიშვნელობა ის თავის დამკვიდრება სად შეეცდება მაგრამ აი დღეს კარგად იცი წერან გითხარი პაულო იაშვილის და ტიციან ტაბიძის ძეგლი გადავიღე სადაც 78 წლის კაცი იდგა და ზუსტად მათი მწერლობის და მათი მოღვაწეობის გამო ყვავილები მიიტანა და მიწებება უნდა სკოჩით და ვეხმარებოდი ქუთაისში ვიყავი დღეს და აი ესეთ სცენა შევესწარი რომელი მწერალთა კავშირის წევრებიც აი პაულო იაშვილი ტიციან ტაბიძე გალაქტიონ ტაბიძე დიდებული ქართველები ზვიად გამსახურდიაც იყო ბოლო-ბოლო და გარიცხეს იქიდან და მასხულია არის დღეს მწერალთა კავშირის წევრი რომელმაც მე მინახავს მაგის პოსტები ვაი ჩემს თავს რომ მაგის პოსტებს ვკითხულობდი მაგრამ მაინტერესებდა ერთი მწერალთა კავშირის ასეთი წევრის რა შემოქმედება იყო და თუ გინდა ადამიანის რაიმე გაიგო რა საქმიანობს რა საკეთებს რითია დაკავებული Facebook-ი უნდა ნახო შევედი ვნახე და ზოგან 100 ჰქონდა დაკლებული ზოგან წერტილი და მძიმე ვერ გაეგო სად უნდა დაესვა და მის ინტელექტიც გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას რომ შევაფასოთ მისი შემოქმედება რეალურად რისი შემოქმედი შეიძლება იყოს და ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი პუბლიკანტი ჩვეულებრივი ინტრიგანი რომელიც თავისი ტრაკის ხარჯზე არის დღესდღეობით ცნობილი პოპულარული არა ცნობილია და ყოველთვის საუბრობს იმაზე რომ მისი ამ შეხედულებების გამო დევნიან ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ტიპი ისეთი სასაცილო პერსონაა რომ იაფარულავას გადაცემაში იყო მისული და იაფარულავას კი მასზე გადაობდა რატო ხარო აი მწერალთა კავშირის წევრი რატო ხარო აი იაფარულავა გადაობდა მაგაზე წარმოიდგინეთ თქვენ იაფარულავა რომელიც არის
აი ამ საზოგადოების, აი ამ წერის წარმომადგენელი. არა, როგორ შეიძლება იცი, გულახდილად გეტყვი უახლოეს მომავალში ალბათ მასხულიას წიგნებს შეიტანენ განათლების სამინისტრო დაბეჭდავს და შეიტანს და ასწავლიან სკოლაში. მე ეგ არ გამიგვირდება რომ მოხდეს. ჯერ ისედაც რა წიგნებია, კაცო, წეღან ვკითხულობდი Facebook-ზე ედო ერთს, რომელიღაცა კლასის ის იყო ისტორიის წიგნი, აფხაზეთი ეწერა საქართველოს მეზობელიო. მასხულია რო არის მწერალთა კავშირის წევრი. კარგი რა. ეტყობა ლადო ასათიანი, ტერენტი გრანელი, გალაქტიონ ტაბიძე, ეგენი მიწაში გადაბრუნდებიან რა. და მოდი ახლა გულახდილად მითხარი ამ ყველაფერში რა, თავრობა შეიძლება იყოს დამნაშავე რა. და არის კიდევაც, მაგრამ ჩვენ არა ვართ დამნაშავე ქართველი ხალხი, ამ ყველაფერს რო ვიღებთ. ჩვენ ვართ, მაგრამ იმ წერალთა კავშირში ერთი ღირსეული კაცი არ მოიძებნა. როგორ აღმოჩნდებიან, როგორ აღმოჩნდებიან, გულახდილად გეტყვი, როგორ აღმოჩნდებიან იქ პატიოსანი ხალხი, როცა მეტრაკეებითაა ყველაფერი ისავსე და ვალდებული ხარ. თუ გინდა რომ ვიღაცა იყო, ან მეტრაკე უნდა იყო, ან ნარკომანი უნდა იყო, ან მოთამაშე უნდა იყო. ეგრე არ არის რა, ან ლოთი უნდა იყო. ოღონ როგორი გაგებით ლოთი, იცი, ახლა მე ლოთებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ რა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში დამოკიდებული უნდა იყო რაღაცა ცოდვაზე. ეს არის. ყველა აი წეღანაც ხო ეგავღნიშნე მე დასაწყისშივე, რომ ჩვენი უბედურების საწყისი არის გაუნათლებლობა, უსწავლელობა, შეუთავსებელი შეთავსება. ადამიანები, მინისტრები არიან ის პიროვნებები, რომლებსაც არ აქვთ დარგის განათლება. ასევე მასხულია არის იმ კავშირის წევრი, რომელთანაც შეხება არ აქვს. ვიღაცამ რაღაცა სერიოზული ინტერესის გამო შესაძლოა ერთი ადგილის მიცემის გამო მასხულია შეიყვანა იქ მწერალთა კავშირში, რომ სჭირდებოდა მას ეს სტატუსი. მე ახლა მივხვდი რა, მე არ ვიცი იმადი გვარები ძალიან უნიჭო ვარ მაგათ გვარების დამახსოვრებაში, მაგრამ საჯარო ბიბლიოთეკაში კითხულობდა თავის ბრჭყალებში შედევრს, როგორ ეფერებოდა თავის ვარდისფერ ფალოს და მერე მაპატიეთ, მაგრამ დედრობითი სქესის ადამიანებს როგორ აძლევდა ტრაქში, ბოდიში რა. ციტირებას მისი ლოგიკით ვახდენ. და ამას საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი შემახსენე ერთ იმ გამოსიერებულს რა ერქვა რა, გიორგი, არ ვიცი ახლა მაგის გვარი არ მახსენდება, იგიც თავს მწერლად მოიხსენიებს ისე რომ იცოდე რა. ხო და ამას ასეთ ადამიანებს ღია კარის დღეებს უწყობდა ძმაო და იღებდა იქ და ჩათლოყობდა და მაიმუნობდა და საჯარო ბიბლიოთეკა იყო გადაქცეული თინა ხიდაშვილის და უსუფაშვილის და ბერძენიშვილის იმათ რა ქვია პლატფორმად. და მე ეს ყველაფერი ვიცოდი და უშიშროების თავშესაფარი იყო კონსპირაციული შეხვედრების ადგილად იყო ქცეული ქვეყნის სულიერი ტაძარი, განათლების ტაძარი. ასეთ ეს ბიჭო რა უნდა დაიმართოს კარგი. რა უნდა მოხდეს ასეთ ერში კარგი, როდესაც ყველა ინსტანცია მორალის დამცველი არის თვითონ გამორალობაში ჩართული. ლიტერატურა, პოეზია, მუსიკაზე საერთოდ არაფერს არ ვლაპარაკობ. აგერ ის რო ყავს ივანიშვილს კომპოზიტორი ცნობილი ბრჭყალებში ელისო შეგდებული იქ ისენ კარგად იცი მაგის გვარი ის გამოვადა აგერ იტყვის რომ ბეთჰოვენის კლასიკას ბერა ივანიშვილის რეპი ურჩევნია რა და სასულიერო პირები და ყველა ინსტანცია ჩაბმულია ქვეყნის განადგურებაში ყველა ინსტანცია ქართველი ერი მე ამას არ ვაჭარბებ რა თვით ლიკვიდაციისკენ არის მიმართული თვით ლიკვიდაციისკენ არის მიმართული просто ქოლგა თქვიან საქართველო ეგენი არ არიან ქართველები ვინც ქართველებს დღეს სარდლობს რა ბრჭყალებს მაპატიეთ მაგრამ ვინაა ქართველი ივანიშვილია ქართველი კალაზია ქართველი დამავიწყდა რაღაც უნდა მეთქვა და ბოდიშგიხნი ირაკლი მეც მაგ ჩემი არა ძალიან ემოციურია ჩემთვის აი ეს ყველაფერი იმიტომ რომ წარმოიდგინე ცხოვრობ ქვეყანაში სადაც შენ მე ყოველ შემთხვევაში არ მიწევს იმაზე ფიქრი რომ ხვალ რა ვჭამო და რაღაცა ჩემი სამსახურით კმაყოფილი ვარ მე მომსახურების სფეროში ვმუშაობ და საერთოდ საქართველოსთან არანაირი შეხება არ აქვს ამ კომპანიას ესპანური კომპანიაა და მეორე არის შვედური და თავიდან ბოლომდე მე უცხოელების კომპანიაში ვარ და
იმდენი შემიძლია, რომ სიტყვაზე ზამთარში წავიდე ზამთრის კურორტზე დავისვენო და ზაფხულში ზაფხულის კურორტზე და არც ტანსაცმელი მოვიკრო არაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი არის ცხოველური ინსტინქტები და ამის იქით არსებობს ადამიანური გრძნობები, ადამიანური სურვილები, ღირსება, მორალი, ზნეობა და ჩემთვის შეურაცხყოფა დღეს აი ასეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც საზოგადოების ინტერესი თუ საზოგადოება ეთქმის ამ ყველაფერს დასულია ზუსტად ცხოველურ ინსტინქტებამდე, სადაც დღევანდელი პური ურჩევნიათ თვალინდელ თავისუფალ ღირსეულ ქვეყანას, სადაც არავინ არ დაამადლეს ამ პურს და მოიპოვებენ აი ამ პურს თავიანთი შრომით და თავიანთი ოფლით. საზოგადოებას აღარ გააჩნია მორალური და ზნეობრივი ღირებულებები და აი ესეთი საზოგადოება ყველაფერს იმსახურებს და ერი რომელიც თავისუფლებისთვის არ იბრძვისო ორმაგი მონობის ღირსიაო და აი ამ სიტუაციაში ვართ, მაგრამ ჩემნაირი ადამიანი რატო უნდა იყოს აი ამ საზოგადოებასავით, აი ასეთ ყოფაში, ეს არის ჩემთვის მიუღებელი და მე ამისი პროტესტი მაქვს ყოველთვის და როცა შენ მეტყვი ხოლმე კიდე რომ მოდი ჩავერთოთ, ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, ჩემთვის ერთგვარი შვებაა ის, რომ თუნდაც ესე საჯაროდ არ ვისაუბროთ ჩვენ და ერთმანეთში ვისაუბროთ, ადამიანსაც ვერ ნახავ დღეს, რომ ამ თემაზე ისაუბროს. მე შეიძლება ბევრმა შემომხედოს და თქვას, რომ ამ ახალგაზრდა ბიჭს როგორ სხვა საქმეები არა აქვს, როგორ არა მაქვს სხვა საქმეები. ბევრი გართობის საშუალებაც არსებობს, რაც ჩემს ღირსებას არ გასდება და ისეც არსებობს კიდე ბევრი რაღაცა, მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაში რაც არის, ეს არის, რომ ადამიანს უნდა ქონდეს თავისუფლება, ადამიანს უნდა ქონდეს არჩევანის უფლება და ჩვენ ეს ყველაფერი წაგვართვეს ამ ქვეყანაში და ჩვენ არჩევანის წინაშე არ დაგვაყენეს კარგი თუ ცუდი, პირდაპირ ცუდი შემოგთავაზეს. ჩვენ როცა ვირჩევთ კარგს, კარგი არ გულისხმობს იმას, რომ კარაქიანი პური შევჭამოთ თუ ზემოდან გოგლი-მოგლი გადავუსვათ. კარგი ქვეყანა და თავისუფლება ნიშნავს იმას, როცა მე მართლა არჩევანის წინაშე დამაყენებ და ცხონებული ის ამბობდა თემურ ქორიძე, როგორ შეიძლება არჩევნებზე ვისაუბროთ, როდესაც წინასწარვე ვიცით მისი შედეგებიო. წინასწარვე იყიდესო ეს ადამიანები და დღესო ხმარო გაყიდოს ადამიანმა, იმას ჩალის ფასიც აღარ აქვსო და ციცერონი ამბობდაო, რომ გავიყიდი არჩევნებდო, წარმოიდგინე, ანტიკურ ხანაში მართლა ჰქონდა ხმების გაყიდვა სააზრე და ფასი ჰქონდა. დღეს ამასაც აღარ აქვს. 2 კილო კარტოფილი და 2 კილო ხახვის გამო ადამიანები საკუთარი შვილების მომავალს ყიდიან და მე ყველაზე დიდი უკმაყოფილო რითიც ვარ პედაგოგიური გაერთიანებებით, რომლებიც მე რომ მივდივარ არჩევნებზე და ჩემს სკოლაში იმართება მაგალითად არჩევნები კასპში. ჩემს ყოფილ პედაგოგებს ვხედავ, რომლებიც ჩემს მომავალს იპარავენ. და ეგ ადამიანები დღეს ჩემს თაობას თითის დაქნევით ელაპარაკებიან და გვეუბნებიან, რომ როგორი ცუდი თაობა მოდის, კაცო. და როგორ შეიძლება რომ ისინი რომ რაღაცას ამბობენ ან დაუშავებიათ, ჩვენ ამაზე პასუხს ვცემთ და თურმე როგორი ტლიკინა ის ყოფილოთ, რა ქვია, თაობა. და ჩვენი თაობა თუ გავა აქციაზე, ხედავ როგორი მეტი ჩრევი არიან და ეს თაობა ვინ არიან? 90-იანებში ეროვნული ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი რო ჩამოაგდეს. და შემდეგ კიტოვანები, იოსელიანები, სიგუა და შევარდნაძე რომ მოათრიეს და ცრუ სამღვდელოება რო დაგვისვეს საპატრიარქოში და რუსული გავლენა რო არის დღესაც. აი ესენი, რომლებმაც არა, უკვე მარტო რუსული გავლენა კი არა, უკვე ამერიკულის. ეხლა ყველას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ თავარია ხელისუფლება რომელს უფრო ატარებს. ეს თურქეთსაც აქვს ინტერესი, ყავს თავისი გავლენის ხალხი, აზერბაიჯანსაც, სომხეთსაც და პაკისტანსაც, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, კაცო, ორჯერ 2-4, მაგრამ შენ ქართველი კაცი მანახი, ქართული გავლენა რო კონდეს, მის ქვეყანაში თუ არა, უცხო ქვეყნის აგენტებს რამდენსაც გინდა აგერ საჯარო ჩამოგიტვლის, სული რო აქვს მიყიდული რა. მე მაგას კაცო, რუსებს კი არ ვამტყუნებ ამ ყველაფერში ან ამერიკელებს ან თურქებს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ პატარა ქვეყანაში თავიანთი გავლენა გაატარონ. რა არაფერი, მაგრამ როდესაც ჩვენს ქვეყანაში აი საზოგადოება, რომლებიც ზოგი შეცდა, ზოგი გაბოროტებული იყო, გამსახურდიამ როგორ მოახერხა ხელისუფლებაში მოსვლა, თბილისი გადაწვეს მე ეს ფაბრიკა ქარხნები, რაც კომუნისტების დროს კარგი გაკეთებულა, ერთ დღეში ყველამ გადაიფორმა, უცბად პრივატიზაცია მოხდა და კასპის ელექტროქარხანა, ცემენტის ქარხანა, შიფერის ქარხანა, საკონსერვო ქარხანა, წვენების ქარხანა, აგურის ქარხანა, აი ყველაფრის ქარხანა იყო კასპში, ერთი არ იყო იმის რა
რა ქვია, ატომური რადიოსადგურები არ იყო, თორე ყველაფერი იყო, მოგპარეს ეს ყველაფერი სიმდიდრეები, დააკვტოვეს ხახამშრალი, ჩვენი შემდეგი თაობები ემიგრაციისთვის გაწყვიტეს. ხასარაძე ერთ-ერთი მათგანი არაა, იმ ოლიგარქიული კლანიდან ივანიშვილთან ერთად ვინც იყიდა საბჭოთა ქონება, ერის ქონება, რაც უნდა გასულიყო სამართალ მემკვიდრეობით? ხო, ესენი ყველამ დაითრია და დღეს ხელს გვიქნევენ ჩემ თაობას, რომელსაც არაფერი არ გაუფუჭებია. რაღა უნდა გაგვეფუჭებინა, ყველაფერი გაანადგურეს. გასაფუჭებელი აღარ დაგვიტოვეს არაფერი, თორე შეიძლება ჩვენ მეტი დაგვეშავებინა. ომები გააჩაღეს იმის მერე. ხო შეიძლება ადამიანმა რაღაცა გააკეთო ამ ქვეყანაში და ადამიანებს მისცე ნორმალურად ცხოვრების საშუალება. არც ეკონომიკური თვალსაზრისით შეუქმნიათ რამე, არც თავდაცვითი, არც რა ვიცი, რელიგიური კუთხით სულიერება ამოიღეს ქართველი ერის იმიდან, რა ქვია, ცხოვრებიდან. და ესეთი გარყვნილები არიან, რომლებსაც უქონლობის აღთქმა აქვს დადებული, ცოლი არ უნდა მოიყვანონ, შვილი არ უნდა ყავდეთ და ისეთი ნებების მორევში არიან, მიმიქარავს ბრაზილიური, ისე ფარული უნება რო გადიოდა, მარიო ჩიმარო და ისინი რო. აი ასეთ იმაში გვაცხოვრებენ და როცა მე ამაზე ვისაუბრებ, ხო, ვიღაცა სულელი გამოვა ინტრიგანი, სუსისგან დაქირავებული აგენტი და იმისათვის რომ ჩემი დემორალიზება შეძლოს და მოახდინოს, დაიწყებს რომ ახალგაზრდა ბიჭი ხარ, მეტი საქმე არა გაქვს და ჩემი საზოგადო, ისა ჩემი ტოლი ახალგაზრდობა არის სრულებით უგრძნობი, ინდიფერენტული და ხელისუფლებასაც ესაწყობს რა და ამოვიდა ყელში უკვე და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ ხმა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაუბრაზდეთ და გამოვიყვანოთ ეს პოლიტიკოსები, გინდა ოპოზიციონერები იყვნენ, გინდა პოზიციიდან და ყურებით უნდა გამოვიყვანოთ და ჩაუტენოთ ნაგვის ურნებში, როგორც ეს უკრაინაში გააკეთეს. ამოვიდა ყელში რა, ამოვიდა ყელში აი ეს მონური ის რა ქვია, ფსიქოლოგია. სოფელში ადამიანი რო გარდაიცვალოს, გამომსვენებელი კაცი არ არის მეთქი სულ მაგას ვამბობ, იმიტომ რომ მოხუცები დარჩნენ და ბავშვები და მშობლები ემიგრაციაში არიან. ირაკლი, მე კიდე რა ვერ გამიგია, იცი, ბოდიში გიხდი რა. რა კატეგორიის ვერ გამიგია, იცი, უყურებს როგორ ბოდიში და აჯვამენ თავზე და მერე ხელს არისობს, გამიგე, ამ სიმყრალის მოსაშორებლად და შენ გეკითხება, რა გვეშველება? აი ქართული საზოგადოების სახე როგორ იჭირდება დღეს უშიშროებას რა, თავზე დაჯმული და ეუბნებიან რომ რა გვეშველება. ჩემო ძმაო რა არის, იცი? ყველას თავისი ცხოვრების წესი აქვს, მე არავის ცხოვრების წესში არ ველევი, მაგრამ გულახდილად გეტყვი ასეთ რაღაცას რა. ეხლა 10% მრჩება, სანამ გაითიშება, მინდა რომ მოკლედ შევკრათ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი ვიმყოფებით ლაივში, ეს მერე მოსახლეობამ უნდა უყუროს ყველაფერი რა. ჩემი აზრია ესეთი და გამოსავალია რა, საზოგადოება და დარჩენილი ადამიანები, რომელიც შრომის უნარიანები არიან და ქმედით უნარიანები არიან საქართველოში. ალბათ ესეთი არის 800,000 კაცი რა. 800,000 კაცი იმ დარჩენილი ეგრეთ წოდებული მილიონებიდან, რომელსაც გვიანონსებენ რომ ვართ რეალურად ქართველები ვართ 800,000 შრომის უნარიანი, რომელსაც შეუძლია ფეხზე წამოდგეს და გადაწყვიტოს თავისი ერის ბედი. ეს 800,000 კაცი უნდა ადგეს და უნდა გადაწყვიტოს თავისი ყოფა, თავისი ინტერესების მიხედვით. შენ გინდა ამას რევოლუცია დაარქვი, გინდა ამას რაც გინდა ის დაარქვი რა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში დღეს იმყოფებიან ჩვეულებრივი პუტჩისტები, ქვეყნის გადამტრიალებლები, სისხლის მღვრელები და მკვლელები. და სანამ მაგათ არ გაეცემათ ის პასუხი, როგორც ბიბლიაში ნათქვამია, სისხლისწილ და კბილისწილ, მანამდე ჩვენი გამოსავალი არ იქნება. და ეს არის პასუხი იმ ტიპების მიმართ, ვისაც თავზე დააჯვეს და კიდე მე მეკითხებიან რა გვეშველება. აი გამიგეთ? მე გთხოვ რომ შენი შემაჯამებელი სიტყვა თქვა და შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ ამ ლაივებს ამას გულის გასახარად უშიშროებაში რა, მინდა იცოდნენ. აი წერან სადღაც 360 კაცამდე გვიყურებდა და კიდე ბევრი ნახავს, იმიტომ რომ ჩანაწერი სახით ხო დაიდება და აუცილებლად გავრცელდება. დარწმუნებული ვარ ყველა პარტიის ამომრჩეველი იყო და ძირითადად ამ მსხვილი პარტიების ამომრჩევლები არიან. მოდის გადამწყვეტი არჩევნები და ძალიან
ცუდი სიტუაცია იქნება ჩემი აზრით. მაგას არ სჭირდება რაღაც ანალიტიკური დასკვნა, რატო იქნება ეგეთი, იმიტომ რომ რეალურად ხელისუფლება მიგრძნო საკუთარი ურეიტინგობა, ამისთვის გააგდეს ღარიბაშვილი, ამისთვის მოbrunდა მესამედ ივანიშვილი და ფიქრობენ იმას, რომ აგებენ არჩევნებს. შესაბამისად, ყველაფერზე წავლენ. როგორც წინა ხელისუფლების პერიოდში იყო, იქნება კვლელობები, იქნება დაკავებები, იქნება რეპრესიებზე აღარ არის საუბარი, მაგრამ ამ ამომრჩეველს უნდა ახსოვდეს. არ შეიძლება ადამიანების გაკერპება. აი ზუსტად ადამიანების გაკერპება და 100%-ით გაცემულმა ნდობამ გარყვნა მიხეილ სააკაშვილი. აი ასე ირყვნება და უკვე გაირყვნა კიდევ რაღა უნდა გაირყვნა ამაზე მეტი ივანიშვილის ხელისუფლება. გაირკვნა დალბა უკვე. ხო, როდესაც ჩვენ ვირჩევთ პოლიტიკოსებს, ჩვენ ყოველთვის უნდა ყავდეს ის პოლიტიკოსები მუდმივად კონტროლის ქვეშ. როდესაც რაღაცას დააშავებენ და თქვენ ამ დროს თვალს ხუჭავთ და ფიქრობთ იმაზე, რომ ეხლა მე ამ პოლიტიკოსზე, ამ პარტიაზე რომ თქვა, რომ ცუდი გააკეთა ამით ჩემი გადაფურთხებული სალოკვა მომიწევს, ეს არის არასწორი დამოკიდებულება და დათური სამსახურის გაწევა და თუ გონიათ კიდე ის, რომ მათ კონკურენტ პარტიას პლუსებს ძენთ, ესე არ ხდება. პირიქით ძირს უთხრით. პირველ რიგში ძირს უთხრით სახელმწიფოებრიობას, იმიტომ რომ როდესაც პოლიტიკოს არ ყავს ნორმალური შემფასებელი, ის ფიქრობს, რომ მას შეუძლია დანაშაული ჩაიდინოს და ამ დანაშაულის ჩადენაში თქვენ ხართ პირველი გამპრავებლები, პირველი დამცველები და თქვენი სახელით ჩადის დანაშაულს. და თუ ისინი რამეს აშავებენ, პირველ რიგში თქვენ ხართ დამნაშავეები, თავის დროზე რომ არ მოსთხოვეთ პასუხი, არ გააკრიტიკეთ და მხოლოდ იმის რო გეშინოთათ, რომ ვაიმე და მიშა არ მოვიდეს და ცოცხები არ გაგვიკეთოს. არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება, ვინც არ უნდა მოვიდეს, კიდე რომ მესამე მოვიდეს ვიღაც ახლა და აღარც ერთი იყოს, იმათაც სჭირდებათ ისეთი შემფასებლები, აი როგორც დათუ აფასებს ხოლმე, ცუდზე ამბობს, რომ ცუდია, ну, ეხლა კარგი, ბევრი არაფერი არ ხდება, შესაბამისად, კრიტიკოსების საქმეც არ არის. ერთი წუთი რა, სანამდე მაპატია რა ჩაგერთვები რა და ყველაზე მკიდნეულ ალბათ თავში უნდა მეთქვა ეს, მაგრამ ორი საყვარელი ადამიანის გარდაცვალება bis მომსწრენი გავხდით, ხო? ჯაჭვლიანი ერთი იცი და მეორე კიდე თედიაშვილი. ეს რო იყო მოჭიდავე რა, ну და მრავალგზის სოფლიო ჩემპიონი და რა ვიცი. ჩემო მეგობარო, ყველაზე მეტად იცი რა მეტკინა, გურაზე მეტკინა გული მეტკინა იმაზე, რომ ამ ხალხის გვერდზე საკუთარი კოლეგებიც კი არ დადგნენ სათანადოდ რა. ჯაჭვლიანი კაცმა, რომელმაც შექმნა კინოსახეები და კულტურა რა, ნამდვილი კულტურა ისეთი კი არა, ესენი რო იღებენ დღეს რა. ბიძინა ივანიშვილის გამოყენებულ მატერიად დარჩა დღევანდელ პოლიტიკურ ცნობიერებაში რა და ბოლოს როგორ გააუბედურა და როგორ აწვალა ეს კი ბოიანი კაცი რა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა და უშიშროება. და თედიაშვილს შენ კარგად იცი რა უქნეს, გაძარცვეს, გააუბედურეს როგორც ნაცებმა, ისე კოცებმა და ისე კიდე ინაშვილმა რამდენჯერ შეეცადა მის გამოყენებას და ტრაქფხან მოურამო. მე რაზე მწყდება იცი გული, ეხლა იცი რა ხდებიან მსოფლიო ჩემპიონები, კი ახალგაზრდა ხალხი ღმერთმა გაუმარჯოს, კარგია რა. ზოგი მიდის ფეხბურთში წარმატებული პიროვნება, კვარაცხელიები, მარაცხელიები, ფულშოულობენ, აგერ უხარია ბევრს ადიდასთან აკეთებენ კონტრაქტებს და რაღაცა, მაგრამ რა არის იცი, არც ერთ მათგანს არ აქვს თანაგრძნობის ის უნარი გამოვიდეს და გამოხატოს თავისი გულის ტკივილი რა, წარსულ თაობასთან ესეთი მანკიერი დამოკიდებულების გამო რა. მე მივიჩნევ, რომ რაც შენ თქვი, ეს მამათა და შვილთა ომი არ არის რა, ესაა თაობებში დინამიტის დადება რა, უპატივცემულობის გაღვივების გრძნობა, იმიტომ რომ შენ თუ კულტურის წარმომადგენელი ხარ და უყურებ როგორ მოეცნენ წარსულ ლეგენდას, ხო? აბსოლუტურად შენდუმილი გართმევს ყველა რეგალიას და ყველა ჯილდოს, რომელიც შენ იმ დღემდე მიგიღია, თუ შენ თანამონაწილე ხარ ამ უსამართლობის ძმაო რა. ნიშნულობა არა აქვს დღეს შენ რა ტრიბუნაზე დგახარ. შენ რო ამას უყურებ და შენ რო ამაზე დუმხარ, შენ უკვე მიუღებელი ხარ რა. მაპატია რა, მე ეს უნდა მეთქვა რა. კი, ჯაჭვლიანი ისეთი წერანაც ვამბობდი, რომ ისეთი ადამიანი იყო, ნაციონალებიც კი პატივს სცემენ, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს ჯაჭვლიანი მათ წინააღმდეგ
როგორ ბრძოლაში იყო ჩართული და ჯაჭვლიანმა დაინახა ის, რომ ივანიშვილმა არა მარტო ის მთლიანად ქართველიერი გამოიყენა და მათ პირდაპირ დაუპირისპირდა. და ტელევიზიებით ისაუბრა იმაზე, რაც ხდებოდა ქუთაისში მაგალითად საპარლამენტო სახლში, რომლებიც დაურიგეს იქ დეპუტატებს, როდესაც პარლამენტი იქ იყო, როგორ უთვალთვალებდნენ იმისათვის, რომ შემდეგში გაეკონტროლებინა. თუ ვინმე ამბობს იმას, რომ მიშას დროს ხდებოდა მარტო ბინებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება იქ სასტუმროებში და სხვადასხვა დაწესებულებებში, იგივე სისტემა დატოვეს ამათმა. გულახდილად გეუბნები, მე ხო მაგ კაცო ხელზე ის უშიშროების ფაილები ახლა ვისი გადმოცემა მჭირდება რა. მე თვითონ ამას გერდა ვკითხულობ. ხის ძირზე რომ იმიფსია, ისიც კი ეწერა უშიშროების თანამშრომელს რა, სად მოუშარდე და მე აქედან დავუპირდი უშიშროების მინისტრს და მის ოჯახს, რომ ჩემ ფოტოს გადავიღებ წელსქვევით და დაუკიდოს მის ცოლს სპალნაში. მე არ მინდოდა ამის თქვა, მაგრამ იძულებული ვარ ეს უთხრა რა. ხო და ჯაჭვლიანი ის ერთადერთი ღირსეული პოლიტიკოსი იყო ქართული ოცნებიდან, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინათ და მათ უთვალთვალებდნენ და ამის შემდეგ უკვე ის წამოვიდა იქიდან. მერე რა ბრალდებები იმაში კლავჭიდის ფედერაციაში აღარც უშვებდნენ სოსო ჯაჭვლიანს, როგორი ტერორი გამოატარეს და კაცი დაავადებული იყო, სიმსივნე ჰქონდა და კიდე არ ისვენებდნენ და სავარაუდოდ ამათმა უფრო მოუსწრაფეს სიკვდილი. ამას გარდა კიდე თედიაშვილი, რომელიც არავის არ ახსოვდა, როგორ დავიჯერო ეხლა რომ საგარეჯოში, მე მგონი საგარეჯოელი იყო, ხო? ლევან თედიაშვილზე ვინმე წარმატებული არის საგარეჯოში, რომ ერთხელ გამოეყვანათ და საგარეჯო საპატიო მოქალაქეთ და იქ მაცხოვრებლად დაესახელებინათ, მაგრამ ამ ადამიანებს წარმატებული პერსონები მაშინ სჭირდებათ, როცა მათი საქმე კეთდება. სოსო ჯაჭვლიანიც ასე გამოიყენეს, კურტანიძეც ასე გამოიყენეს, სხვა ქართველიც ასე გამოიყენეს და როცა ეს ადამიანები გასაჭირში იყვნენ, არც მაშინ არ დაინდეს და სოსო ჯაჭვლიანი ამის ნათელი მაგალითია და კურტანიძესაც იგივე გაუკეთეს. ჭიდაობის იმაში ფედერაციის არჩევნებზეც არ შეუშვეს შიგნით. წარმოიდგინე შენ. სხვადასხვა მე დიდ პატივს ვცემ კურტანიძეს რა, მიუხედავად თავისი პოლიტიკური პოზიციების შეიძლება რა. ივანიშვილთან მიმართებაში, მაგრამ ფაქტი ერთია რა. რაც კურტანიძესთან მიმართებაში მოხდა, ზუსტად ეს იყო გამოძახილი, რაც მოხდა ჯაჭვლიანთან მიმართებაში და რაც მოხდა თედიაშვილთან მიმართებაში. და საბოლოო ჯამში ასეთი ეს არის, როგორ გითხრა რა, ეს არის შტრიხები იმისი, თუ როგორი არ უნდა იყოს საზოგადოება რა. როგორი არ უნდა იყოს, რომ ვინმე პირად პატივისცემაზე კი არ მაქვს ლაპარაკი. როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს ესეთი დივერსია საზოგადოებრივი, ეს ნიშნავს რა იცი, მე ვსპობ ავტორიტეტებს და მათმაგივრად ვთესავ ჩემ პოლიტიკურ პედესტალებს რა, ჩემ პოლიტიკურ ძეგლს ვქმნი მე საზოგადოებაში და ერთადერთი ვინცა ვარ, მე ვარ ღმერთი და მე უნდა მეთაყვანო მე. აი ეს არის მათი პოლიტიკის მთავარი არსი ჩემო მეგობარო რა. მოკლედ ეგ იყო რისი თქმაც მინდოდა ბოლოს და საზოგადოება უნდა გამოცოცხლდეს, საზოგადოება უნდა გამოცოცხლდეს. თორე ბოლოს რა კომენტარის დაწერა ამ პიროვნებამ ყველას მოგვიწევს საგიჟეში წასვლა და ეგ. კი, ეს სწორად დაწერა, ბაკური ქვია, მე მგონი თუ არ ვცდები. ერთი სიტყვით ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მეტი საზოგადოებრივი ჩართულობა და მეტი პასუხისმგებლობა და კიდე რა, ჩვენ გადასათრევ ქვას ჩვენი მეზობელი არ გადაათრევს რა და ჩვენი ეზოს მოღობვით არ უნდა ვიყოთ მარტო დაკავებული რა. ეს ყამირი არის საზოგადოებრივი ყამირი და ერთხელ და ზამუდამოდ უნდა გაილეწოს ჩვენს მიერ, თუ არ გვინდა რომ ეს ყამირი ჩვენ მეშულებმა ლეწო. ეგრე ამის თქმა მინდოდა მე. კარგი ირაკლი, დაგემშვიდობები ჩემო მეგობარო, კიდე ერთხელ ყველას ვთხოვ, როგორც შენ აუდიტორიას, ისე ჩემ აუდიტორიას, განუჩევათ ხალხს, რომ გააზიაროს ეს ვიდეო ლაივი, გამოიწეროს ეს არხები სოციალური და იყოს ჩართული ჩვენთან სიმართლის დიფუზიაში და სიმართლის გაჟღერებაში. იმიტომ მე ვფიქრობ, სადაც სიმართლე არის, იქ არის ღმერთი და იქ არის სამშობლოს ინტერესები რა. და ბევრის გასაგონად ვიტყვი რა, თუ ვინმეს არ მოსწონს ჩვენი ნათქვამი სიმართლე, არ მიაჩნია ეს ვაჟკაცობად. გაბედოს, მიაჭიროს თითი, ილაპარაკოს სიმართლე და მე რაც მოვა, იმის მერე თუ კიდე ამას გაბედავს, მე პირადად მოვუხდი ბოდიშს. გაიხარე. აბა დროებით, მადლობა ჩართვისთვის და
მადლობა. მომავალშიც იქნება სიურპრიზები. კარგად.